მოგესალმებით ჩემი ძვირფესებო. ეს არის არხი ტაროს მოყვარულთათვის და დღეს მინდა გავაკეთო საჯარო გაშლა, პაუზა თუ დასასრული თქვენს ჩაფიქრებულ ადამიანთან. მაშინ წარმოთქვით მისი სახელი და ნახოთ რა ენერგიებშია, რას გრძნობს, რას ფიქრობს და საერთოდ პაუზა თუ დასასრული. არ განვიხილავ რა საკვირველია 1 წლის და 2 წლის და 7 წლის უკანდელ დამთავრებულ ურთიერთობებს, ეს არის მაქსიმუმ 1 წლის პაუზა ურთიერთობაში და ნახოთ აღდგება თუ არა ეს ურთიერთობა. ძალიან ბევრი წერს კომენტარებში სხვადასხვა ვიდეოებზე ვხედავ ხოლმე რომ მოკვდა და ჩემი მტერი დაბრუნდა და რაღაცა რო მკვდარი რო ადამიანი რატო უყურებთ რა პონჩი უყურებთ გეხვეწებთ აი ნუ არ ვიცი მოკლედ ნახოთ ჩემი ძვირფასებო პაუზა თუ დასასრული ვინ არის თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი რა ენერგიებშია რას გრძნობს რას ფიქრობს და საერთოდ რას აპირებს თუ არა რამის განიხილავთ მაქსიმუმ 1 წლის ურთიერთობას. დაპაუზებულ ურთიერთობას. ზოგადი ენერგია. რა ენერგიებშია? ვაიმე, ძალიან გამწარებულია თქვენზე, ძალიან გაბრაზებული. აქ სიტუაცია არ ვითარდება. სხვათა შორის ამ ადამიანის გამოჩენისთანავე თქვენს ურთიერთობაში ძალიან ბევრი რესურსების დანაკარგები იყო. მათ შორის ფინანსური რესურსები, მათ შორის დრო, ენერგია და ასე შემდეგ. შესაძლებელია აქ არ შემდგარი ორსულობაც იყოს სამწუხაროდ ამ ურთიერთობაში, ან თქვენი ინიციატივით არ შედგა ეს ურთიერთობა, ან უბრალოდ ბუნების განგება მოინდომა ეს, ან ყოველ შემთხვევაში აქ ორსულობა არ განვითარდა საბოლოო შედეგამდე არ მივედით. სამწუხაროდ დამთავრებული დასრულებული ნახეთ ტენდენციები ამ ადამიანის გამოჩენამ თქვენს ცხოვრებაში ძალიან ბევრი რაღაცა დააპაუზა, ფეხებით ჩამოკიდა სხვათა შორის. უზარმაზარვანებაზე აგებული ურთიერთობა. აქ ფაქტიურად მამოძრავებელი ძალა არ ვიცახი რომ აქ სიყვარული არ არის, მაგრამ აქ მამოძრავებელი ძალა უზარმაზარვნება იყო სექსუალური თვალსაზრისით. მაგრამ ამ ადამიანმა იმის მაგივრად რომ რაღაცა როგორ გითხრათ სიკეთე შემოეტანა ურთიერთობაში გარდა ემოციის დაგრძნობისისაც გაგრძნობინათ და გქონდათ ემოციის თვალსაზრისით აქ ძალიან ბევრი დანაკარგებია. ეხლა არ ვითარდება სიტუაცია საკმაოდ დიდი ხანია ჩამოკიდებული მინიმუმ განვიხილავ 4-დან 7 თვის ტენდენციას აი ეს პერიოდი საერთოდ არ ვითარდება არ მოქმედებს არ მოძრაობს. თქვენს მიმართ ეხლა არის განწყობილი ძალიან დიდი ბრაზით გაბრაზებულია რაღაცაში გადანაშაულებთ სხვათა შორის ეჭვიანობს კიდეც აქ ეჭვიანობის ენერგიაც არის ძალიან დიდი. ძალიან ბევრი SMS-ი გაქვთ აი მესეჯი თითქოს დაწერილი წაშლილი არ მისული ადრესატამდე აი ესეთი ინფორმაციაც მოდის ჩემო ძვირფასებო კიდევ რა ხდება ზოგადი ენერგია დანაკარგი თქვენი სიყვარულის აქ აი რესურსები რომელიც ძალიან დიდი ხანი იდებოდა ურთიერთობაში დანაკარგები და საკმაოდ განიცდით ნახეთ როგორი მდგომარეობაა ჩემო ძვირფასებო აქ ვფიქრობ მესამე პირები არსებობენ იმპერატრიცა შესაძლებელია ეს იყოს დედაც ამ შემთხვევაში ადამიანი რომელიც მოქმედებს და ახდენს ზეგავლენას თქვენს ურთიერთობაზე დედა მეუღლე და ასე შემდეგ თქვენ მოლოდინი გაქვთ თითქოს პანჯარაში დაყოლებული ელოდებით მის ნაბიჯებს მის მოქმედებას მაგრამ სამწუხაროდ არ მოქმედებს აი არის რაღაცა სიშორე მენტალური ფიზიკური სიშორე თქვენს ურთიერთობაში არის. თვალთვალის არეალი ხართ მესამე პირების ნამდვილად აი ძალიან დიდია თვალთვალის არეალი ხართ და დღესდღეობით სხვათა შორის ის მესამე პირები გამარჯვებას აღიარებენ. ზეიმობენ გამარჯვებას, ფიქრობენ რომ ის არ აქვს მნიშვნელობა ვინ არის ეს მესამე პირი. მეუღლეა, საყვარელია, დედა, ნათესავია, დაქალია, არ აქვს არსებითი მნიშვნელობა. ანუ ყოველ შემთხვევაში ის მესამე პირები თქვენი ურთიერთობის რღვევას ესე ვიტყოდი და ნგრევას დღესდღეობით ზეიმობენ და გამარჯვებას აღიარებენ. ნახეთ როგორი გახარებულია. კარგი, რას ფიქრობს ეს კაცი საერთოდ თქვენზე თუ ფიქრობს? რას ფიქრობს? ნახეთ როგორი მოწყენილია. ძალიან ბევრს ფიქრობს სხვათა შორის. ძალიან ბევრს ფიქრობს და ფიქრობს შორიდან შესწირით ერთმანეთს ნამდვილად აი ნამდვილად რას ფიქრობს? თასების დედოფალი ხართ, თქვენ ძალიან დიდი ემოცია ხართ ამ ადამიანის, თქვენ ხართ ქალი, რომელმაც აგრძნობინა ის ძალიან დიდი ზღვა ემოცია, სადაც ამდენი ხანი მას არასოდეს არსად არ უგრძნია. ენა მებნევა, რატომ მებნევა არ ვიცი. და ნახეთ, თავიდან თუ მოხდეს თქვენი ურთიერთობის დაბადება.
თუ კითხვაზე პასუხი იქნება პაუზაა თუ დასასრული, ვიტყოდი რომ აქ უფრო პაუზას გავს ეს ურთიერთობა, იმიტომ რომ აქ უნდა მოხდეს მესამე პირების დახმარებით თქვენი ურთიერთობის აღდგენა, გამოცოცხლება, ხელახლა შექმნა ურთიერთობის, იმიტომ რომ აქ მესამე პირები შესაძლებელია თქვენი მეგობრები იყვნენ, შესაძლებელია ვინმე ერევა თქვენი შერიგების თვალსაზრისით, შესაძლებელია დახმარებას მიმართავთ ქურუმი ქალის ენერგიას, ანუ მესამე პირი რომ მოხდეს შერწყმა თქვენი ურთიერთობის, ან სპეციალისტ, რომელიც დაგეხმარებათ ურთიერთობის ხელახლა აღდგენაში ან პარტნიორის დაბრუნებაში ურთიერთობაში. ყოველ შემთხვევაში აქ ხდება აუცილებლად გეტყვით იმას, რომ ეს არის პაუზა და არა დასასრული. აქ მოხდება ეხა ენერგიების გადათამაშება, რაღაცა სიტუაციების აწონდა-წონდა, სხვათა შორის ბევრ თქვენთაგანთან აქ არის ან წმენდის რიტუალები, ან მსგავსი რიტუალები, ოღონდ არა ჯადოს თვალსაზრისით, რასაკვირველია, პირიქით უფრო საინტერესო ენერგიები მოდის, უფრო სიახლე, ხელახლა დაბადება, ხელახლა გაწმენდა, გასუფთავება ადამიანის, რომ მოხდეს მისი ქვეცნობიერის, მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობის, მისი ფიზიკური მდგომარეობის ხელახლა დაბადება და ზუსტად ამას წარმოადგენს ეს, რომ ეს ადამიანი ნახეთ კვერცხიდან პატარა წიწილა იბადება და ამათ როგორ უხარიათ, ეს ნიშნავს იმას, რომ ამ ადამიანის ხელახლა გამოჩეკა, დაბადება, გამოცოცხლება უნდა მოხდეს. ეს მოიტანს რასაკვირველია სასიკეთო ცვლილებებს თქვენს ურთიერთობაში. მოდით ნახოთ ესეთი რაღაცა. ფიქრობს იმას, რომ თქვენ დღემდე ხართ მისი საოცნებო ქალბატონი. გრძნობები თუ აქვს აბა ეხა? გრძნობები. კი, თქვენს და ვაიმე, საოცარი. აუცილებლად ნახეთ 8-იანი ამოდის, 8 რიცხვი, 8 დღე, 8 საათით შეიძლება იყოს ამ ადამიანისგან რაღაცა საინტერესო ინფორმაცია უნდა მიიღოთ ადამიანზე, ან თვითონ გამოვა კონტაქტზე, სადაც გაღრმავებული პაუზა იყო, დიდი ხნის პაუზა იყო, ჩემო ძვირფასებო. გეტყვით იმასაც, რომ თქვენ ხართ მისი სტაბილურობა, თქვენ ხართ განძი, აქ პენტაკლების ტუზი ნიშნავს შანსი, უდაოდ იქნება იმის, რომ ერთ პერიოდში, ერთი კვირა, ერთი პირველი თვე, ერთ თვეში, ნახე, საკმაოდ საინტერესო პერსპექტივები მოდის ამ ურთიერთობაში. მოკლედ, არავითარ შემთხვევაში ეს არის დასასრული, ეს არის პაუზა. კარგი, თუ კი პაუზაა, რა ცვლილებებს მოიტანს თქვენი ურთიერთობის აღდგენა, მოდი ვნახოთ. და აქ მესამე პირები გეხმარებიან. გარკვეული რიტუალებად. რას მოიტანს? აი, კომენტარსაც არ გავაკეთებ. საოცარ ენერგიებს. დადებით რასაკვირველია, ხელახლა დაბადებას, სიმშვიდეს, შერწყმას, ურთიერთობის ხელახლა ისევ აღდგენას, სიმშვიდე. მთელი სამყარო იქნებით ერთმანეთისთვის დამერწმუნეთ. მოკლედ ბევრ თქვენთაგანთან ყველასთან შესაძლებელია არ რეზონირებდეს ჩემო ძვირფასებო, იმიტომ რომ საჯაროა და აქ ბევრზე მაგიაც არის გაკეთებული, კიდევ სამწუხაროდ მიწევს ამაზე კი ბატონო ნამუშევარი ამ ყმაწვილზე. ოჯახი თუ ყავს, ოჯახის მხრიდან არის გაკეთებული ჩემო ძვირფასებო, რომ სიკვდილის არკანი ანუ დასრულებული იყო თქვენი ურთიერთობა. თუმცა აქ ნამდვილად სამუშაოა და თუ კი ამას დაუთმობთ დროს და ენერგიას, დამერწმუნეთ, რომ აუცილებლად მოხდება ურთიერთობის აღდგენაც, პარტნიორის დაბრუნებაც და ძალიან დიდი სიმშვიდე ურთიერთობაშიც. წარმატებებს გესურვებთ ჩემო ძვირფასებო, ძალიან მიყვარხართ და დროებით მომავალ შეხვედრამდე.